აი არ ვიცოდი რომ მწვანე გეცმეოდა და სიმწვანეში მოგიყვანე. კი ბატონო. როგორ ახლა? მოგზანდი. კაროსლაში. აქვე დავბრძანდი, მე ხი დავჯდები. ხარია რომ გვექნება საშუალება ჩვენს მსმენელს და მაყურებელს შენი თავი გავაცნო და შენი ბენდით გამოვცნოთ. სულ მინდოდა რომ რაღაცას ან ცეკვა ან დაკვრა შემიძლებოდა. რომ ხედავდი თუნდაც მსახიობობა, ანუ სცენაზე რომ ვიღაცას ხედავდი, ძალიან მიხაროდა რა, ასე ვთქვათ. ხო, აღტაცებული ვიყავი და მეც მინდოდა რომ ჩემზე აღტაცებულიყვნენ ეგრე. ხარ სასულიერო პირი შვილი და სასულიერო პირების ოჯახიდან მცვეთო, ასევე შენი ბიძა ათონზეა ბერი, ხო? კი, კი. გითხარი ესეც. ეს რო გაიგეს, რავი, პირველ გიტარა მათ მიშოვეს. ცხონებული ნათლია ჩემი იყო მეუფე სერგი. უი, რას ლაპარაკობ? კი, ასეთ წრეში ტრიალებ ბავშვობიდან. გათვით ცნობიერება, რასაც ქვია, ეგეს ბავშვობიდან მაქვს, ანუ ყველაფერი რაც შეიძლება რომ იცოდე, ყველაფერი ვიცი. ალბათ თითქმის ყველაფერი მაქვს წაკითხული თეოლოგიაზე, თითქმის არ ვიძახი რომ ყველაფერი. კაი, დაუბრუნდეთ მუსიკას, ბენდი ახსენე. ქართული რეპერტუარიც არის ხო თქვენს ბენდის აი რა თქმა უნდა, ქართულის გარეშე არ გამოვა, იმიტომ რომ ყველაზე გემოვნებიანი და კარგი მუსიკა ქართველებს გვაქვს. ბენდის სახელიც გითხარი რომ ხალხმა გაიგოს რა. კი ბატონო, ჩვენი ბენდის სახელია Red Crash-ი.